ჩვენი სიხარული და ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის ჩვენთან ღვთის მადლი. ღვთის მადლს რამდენად მოიხვეჭს ადამიანი თავისი ცხოვრების წესით და თუ კაც თავის სინდისთან პრობლემები აქვს, შეუძლებელია რომ მას სიხარული გააჩნდეს. სინდისთან პრობლემა თუ გაქვს, რაღაცა მოიპარე ისე რომ ვერავინ ვერ დაგინახა. მაგრამ ეს სინდისმა იცის რომ შენ ეს გააკეთე. შენ სიხარული დაკარგული გაქვს, ხო არის გამოთქმა რომ სინდისი რო ქენჯნის ადამიანს, ხო მართალი. როცა კაც სინდისი ქენჯნის, ის ცდილობს რომ მე რატოა ეს ამოდენა ეს ღამის კლუბები და ეს რაღაცა აღვირახსნილი გართობა, ის ნარკოტიკები, ვიღაცა დალევას მიეძალება. ეგეთ კაცს, ვისაც სინდისი ქენჯნის, მარტო დარჩენისა ეშინია. იმიტომ რომ იქ სინდისი აწამებს და ცდილობს რომ რაღაცა ხმაურიანი გართობით მოიკლას ეგ ყველაფერი, მაგრამ ეგ არ გამოდის. მაგას ვერ გააკეთებს. იმიტომ რომ ეგ სინდისის ქენჯნაც არის იმ ჯოჯოხეთის ნაწილი, რაც ელოდება ადამიანს თუ არ შეინანებს. მაგრამ ხო ყოფილა პირიქითაც რო ვთქვათ, რომ გულში რაღაცა დიდი სიხარული გაქვს ადამიანს, აი და ამ სიხარულს საფუძვლად არ აქვს ის რომ რაიმე ახალი იყიდე, ან სადღაც დასასვენებლად მიდიხარ, ან ვიღაცამ რაღაცა კარგად მოგექცა ვიღაც. ამ ეს არ აქვს საფუძვლად, არამედ საფუძვლად აქვს ის რომ შენ ვიღაცაზე იზრუნე, შენ ვიღაცას სიკეთე გაუკეთე, შენ ვიღაცას მოუთმინე, აპატიე, ვიღაცის დანაშაული დაფარე დაუშვათ, არ გაამჟღავნე, არ შენ მიაქცია ყურადღება. ანუ სადაც ჩვენთან ღვთის მადლი მოდის, ადამიანის სინდისი იქ მშვიდდება. მაგრამ ეხლა მეორე ხარეც არის, ჩვენ უცოდელი არავინ არა ვართ, ყველანი ვცოდავთ. და მაშინ რა უნდა ქნას ადამიანმა? აი სინდისი რო არ დაუმძიმდეს. ცოდვა იმდენად არ ამძიმებს სინდისს, რამდენადაც ამ ცოდვის ჩადენის შემდეგ თავის მართლება. რომ სხვაგვარად ვერ ვიზავდი, რომ ყველა ესე აკეთებს, რომ ჩემი ბრალი იყო, სხვისი ბრალი იყო და ასე შემდეგ. მაგითი სინდისი უფრო მეტად მძიმდება. მაგითი ადამიანი გარეგნულად შეიძლება ბედნიერი ჩანდეს, მართალი ჩანდეს, მაგრამ შეიძლება არავინ არ იცოდეს და მან იცის ზუსტად რომ შიგნიდან ბედნიერი არ არის, სიხარული არ აქვს. აი, უბრალოდ ჩვენ დავუსვათ ხშირად ჩვენს თავს შეკითხვა რომ მე ახლა ვარ თუ არა ბედნიერი. ერთია რომ სხვას ვაჩვენებ თუ არა თავს ბედნიერად. დღეს ხო მით უმეტეს სოციალურ ქსელში ასე შეიძლება კაცი უბედურია, მაგრამ ფიქრობს რომ აი ყველა ბედნიერად აჩვენოს თავის. აი რაღაცა ისეთი სურათი დადოს, ისეთი ვიდეო დადოს, რომ აი რა ბედნიერ, რა გახარებული და რას გარგებს ეგეთი ვითომ ბედნიერება? არაფერს. ჩვენ ვკითხოთ საკუთარ თავს, მე რეალურად ეხლა მიხარია თუ არა რომ ვარსებობ. ვარ თუ არა ბედნიერი, ჩემი გული დამშვიდებული არის თუ არა. და თუ აღმოვაჩენთ რომ ესე არ არის, ესე იგი ეგ იმის ბრალია რომ ჩვენ და სინდის რაღაცა ვერ აგვაქვს ერთად საქმე კარგად.